ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი უკიდურესად მძიმდება. გაეროს მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ ნახევარი აღწევს რეგიონში, მიუხედავად ისრაელის მიერ შემოღებული ჰუმანიტარული პაუზებისა. ორგანიზაციის მოთხოვნაა დღეში მინიმუმ 100 სატვირთო შევიდეს ღაზაში, სადაც შიმშილობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება. მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების დირექტორის როს სმიტის თქმით, მიუხედავად ჰუმანიტარული პაუზისა, საკვებისა და აუცილებელი ტვირთის საჭირო რაოდენობა მაინც არ შედის რეგიონში. Since we last briefed, we have seen the introduction of these humanitarian pauses. 27 იulis ჰუმანიტარული პაუზა შემოიღეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციამ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც დასაწყისში ითქვა, ჯერ კიდევ ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის საკვებსა და სხვა დახმარების ტვირთს, რომელიც გვჭირდება ღაზაში. 27 ივლისის შემდეგ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ტვირთის მხოლოდ ნახევარი შევიდა. ხალხი სასწარკვეთილია. ადგილზე არსებული ვითარება უმძიმესია. ისინი მასობრივად უტევენ ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონებს, რის გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ ისეთ განაწილებას, როგორცაც გეგმავდით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ცეცხლი იხსნება მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით, რასაც მსხვერპლი მოხვდება ხოლმე. პალესტინელებს დახმარების მიღება ხშირად სიცოცხლის ფასად უწევთ. ქალაქ ზავაიდაში ათობით ადამიანი ზღვაში შევიდა, რომ პარაშუტით ჩამოყრილი საკვები, ფქვილი, შაქარი, ჩაი, ზეთი და ტკბილეული მიეღოთ. თუმცა ტვირთის დიდი ნაწილი დასოლდა. ერთ-ერთი ადგილობრივი კამელ ქორაანი ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ასეთი სახით მიწოდება დამცირება, თუმცა შიმშილით შეწუხებული ხალხი მაინც ცდილობს ყველაფრის გადარჩენას. დახმარება ზეთიდან ვერტმფრენებით ჩამოყარეს და ზღვაში ჩაყარეს. ზოგი ზღვაში იხრჩობოდა. ჩაის პაკეტები მთლიანად დასოლდა. მას ვეღარ გამოვიყენებთ. ფქვილის ტომარაც წყლით გაიჟღინთა. ან საზღვრები გაგვიხსენით, რომ დახმარება შემოვიდეს, ან ასე არ ჩამოყაროთ. ეს ხომ დამცირებაა და არა დახმარება. პირველი ვერტმფრენიდან შორს ჩამოყარეს დახმარების პაკეტები. ჩემი შვილი გვეძახდა, დახმარება რომ მოგვეპოვებინა. თუმცა ის ძალიან შორს იყო. ზღვაში შესვლა ვცადე, მაგრამ კინაღამ დავიხრჩვე. ეს მხოლოდ ჩემი შვილისთვის გავაკეთე, მან დამაფიცა, რომ რაღაც მაინც მომეტანა საჭმელად. სიცოცხლე გავწირე მხოლოდ იმისთვის, რომ რამე მომეპოვებინა. ბოლოს მხოლოდ ტკბილეული 3 პაკეტის მოტანა შევძელი. გაეროსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და შიმშილის ყველაზე ცუდი სცენარი ვითარდება. გაეროს ანგარიშების მიხედვით ღაზა უკვე 2 წელია შიმშილის ზღვარზეა. ბლოკადის გამკაცრებამ და ომის გაგრძელებამ კი ვითარება უფრო მეტად დაამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელები დამამცირებლად მიიჩნევენ დახმარების ასეთი ფორმით მიღებას, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.